საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა ასეთი ბავშვებისთვის 2014 წლიდან მოქმედებს, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ დრომდე არ არსებობს. იუსტიციის მინისტრმა ცვლილებათა პაკეტი მთავრობას უკვე წარუდგინა, რაც ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი და რა სახის რისკს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი. გენო სიყმაშვილი, ნათია ხარტიშვილი და გოჩა მერაბიშვილი დეტალებით. წარმოდგენილი პაკეტის მიზანია, რომ გამოვტაცოთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ქუჩას. ცვლილებები, რომლებმაც ბავშვები ქუჩას უნდა დააშოროს, 5 კანონში შედის. ისინი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე მოზარდებს ეხება და მათი უფლებები უნდა დაიცვას. ახალი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად ჩნდება დეფინიცია მიუსაფარი ბავშვი. მსგავს ტერმინს აქამდე კანონი უბრალოდ არ ცნობდა. ამის გამო კი ასეთი ბავშვები აღრიცხულებიც არ არიან. პირველ რიგში ასეთი ბავშვები შესაბამისი დეფინიციის შემოღებით, მიუსაფარი ბავშვის ცნების შემოღებით ექცევიან სოციალური დახმარების პაკეტის მოქმედების ქვეშ. რაც კი სოციალური დახმარება არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით და პრაქტიკით ამ ქვეყანაში, ახლა ეს ბავშვებიც გახდებიან ამის ბენეფიციარები. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების უმრავლესობა პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები სოციალური პაკეტებით ვერ სარგებლობენ, რადგან მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მათ უბრალოდ პირადობები არ აქვს. იურიდიული საბუთების გაკეთება მათი მშობლების პრეროგატივაა, თუმცა ცვლილებებით ეს უფლება სოციალურ მუშაკებსაც ენიჭებათ. ერთხელ არსებობს ამ ბავშვებისათვის მხოლოდ პროგრამა, ეს არის მიუსაფარი ბავშვი და შემდგომში ეს ბავშვები შეძლებენ ისარგებლონ ჯანდაცვის პროგრამით, მოიპოვებენ განათლების უფლებას, ის მათ შეეძლებათ დაიწყოს სწავლა ზოგად საკანონმდებლო დაწესებულებებში. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ხშირად მიუსაფარ ბავშვებთან კონტაქტის დამყარება მარტივი არ არის. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ასეთი ბავშვების 50%-მდე მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან. ისინი გამუდმებით გადაადგილდებიან და საზღვარსაც ხშირად კვეთენ, რის გამოც მათი გარკვეულ სერვისებში ჩართვა შეუძლებელი ხდება. მიგრანტი ბავშვების პრობლემებს იცნობენ ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველოშიც. მიგრანტი ბავშვების პრობლემებს იცნობენ ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველოშიც. ორგანიზაციის წევრი შოთა ზურაბიშვილი გარკვეულ რისკებზეც საუბრობს. ეს შეეხება სოციალური მუშაკის როლის შეცვლას. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონპროექტით სოციალური მუშაკი უკვე იქნება გადაწყვეტილების მიღები პირი, რომელსაც მოუწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც შემთხვევაში შეიძლება უარყოფითი რეაქციების გამომწვევი იყოს ოჯახების მხრიდან. კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, თუმცა მის შემუშავებაში 4 სამინისტრომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. სწორედ მათი რეკომენდაციებით შედის კანონში კიდევ ერთი ცვლილება. დღემდე ბავშვის მოძალადისგან დაშორების უფლება მხოლოდ სამართალდამცველებს აქვთ. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში კი ასეთ უფლებას სოციალური მუშაკებიც მიიღებენ. სოციალურ მუშაკს ენიჭება მეტი უფლებამოსილება, რაც გულისხმობს, რომ მას ექნება შესაძლებლობა დააცილოს ბავშვი მოძალადეს, როდესაც უგულებელყოფა ან ძალადობის შემთხვევებთან გვექნება შეხება და მეორე ეს არის ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, რომელიც აქამდე მხოლოდ სავალდებულო იყო ჯანმრთელობის, განათლებისა და შინაგან საქმეთა უწყებებისათვის. აღნიშნული ცვლილებებით ის იქნება სავალდებულო ყველა სახელმწიფო უწყებისთვის. იუსტიციის სამინისტროს წარდგენილი კანონპროექტი მთავრობამ მოიწონა. პარლამენტში მას უახლოეს დღეებში გადააგზავნიან. ცვლილებების ინიციატორები ვარაუდობენ, რომ დამტკიცება თებერვლის ბოლომდე მოხერხდება.